Თემის ამ ნაწილს უფრო დიდ პერიოდს დავუთმობთ უკრაინაზე საუბარს. ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი კობერიძე, რა თქმა უნდა, მასთან ერთადაც შევეხებით ირანს და შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს. თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ განახლდება დღეს მაიამიში მოლაპარაკებები, რომელშიც ამერიკული მხარე ჩაერთვება თავისთავად და რა თქმა უნდა, აქ იქნებიან რუსტემ უმეროვი, ბუდანოვი უკვე ახალ ამპლუაში და დავით არახამია, უმრავლესობის ლიდერი. ამასთანავე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას მოსკოვში გაემგზავრებიან სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი 20 პუნქტიან გეგმაზე სავარაუდოდ უკვე მიმდინარეობს შეთანხმება. რა პერსპექტივა აქვს ამ მოლაპარაკებებს და ცეცხლის შეწყვეტას? ამის შესახებ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ გიორგი კობერიძესთან, თუმცა მანამდე ვნახოთ ტრადიციული მიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან ომში მყოფი პრეზიდენტი მსოფლიოს ახსენებს, რომ ამ ძალიან მკაცრ და ცივ ზამთარში რუსეთი როგორც ცდილობს, რომ ტერორისტულად მოიქცეს კვლავ დაბომბოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომ ადამიანებს არ ქონდეთ ნორმალურად ცხოვრების საშუალება. მე წეხა ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაღაც მოდერნისტულ გოლოდომორს უწყობს ახლა რუსეთი უკრაინას. მოусმინოთ უკრაინის პრეზიდენტს, ამის შემდეგ კი უკვე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. Зараз від розвідки ми маємо інформацію, що росіяни готуються. ჩვენი დაზვერვით ვიცნობით, რუსეთი ახალ მასშტაბურ თავდასხმებს ამზადებს. ჩვენ გულახდილად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს, როგორც საჰაერო თავდაცვის რაკეტებთან, ასევე იმ სისტემებთან დაკავშირებით, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება. მაგრამ კი არასაკმარისია. ჩვენ ვცდილობთ დავაჩქაროთ პროცესი და უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მოგვისმინონ. გთხოვთ ყურადღებით იყოთ საჰაერო თავდასხმის შესახებ შეტყობინებების მიმართ. ომები არ მთავრდება ზეწოლის გარეშე და ზეწოლა არასაკმარისია. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. და როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი კობერიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მივესალმები მას და დავიწყოთ საუბარი. მოგესალმებით ბატონ გიორგი, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დავიწყოთ საუბარი იმაზე, რამდენ რეალისტური შეიძლება გახდეს ახლა 20 პუნქტიან გეგმაზე შეთანხმება. მით უმეტეს რომ მეორე მხარეს არის რუსეთი, მაგრამ მასაც აქვს პრობლემები, ცივი ზამთარი მისთვისაც პრობლემატურია და დონბასი, რომელიც ასე ძალიან უნდა პუტინს, სწორედ თავარი პრობლემაა მისთვის. ეხლა დავიწყოთ იმით, რომ უკრაინული ვერსია, 20 პუნქტიანი უკრაინული ესე თქვა დღის წესრიგი მისთვის არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ პუტინის ხომ თავარი გაცხადებული მიზანი გამარჯვებაა. მას ეს გამარჯვება განამ ახლა ტერიტორიების მხოლოდ გადათარგმნაში კი არ ჭირდება, რომ რაღაცა უფრო დიდად გამოიყურება რუსული კონტროლის ზონა, არა. მისი გამარჯვება რეალურად ნიშნავს უკრაინის აბსოლუტურ დამარცხებას, რაც უკრაინის 20 პუნქტიანი შეთანხმებისეული გეგმა გამოიცხავს ამ ყველაფერს. ანუ თუ კი რუსეთის არმია აიღებს სლოვიანსკს, აიღებს კრამატორსკს და შემდგომ წინ გაიწევს ის დნიპროპეტროვსკის ოლქის მიმართულებით, მაშინ შეიძლება უმალ უფრო ხელშესახები იყოს მისი მხრიდან გამარჯვება, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ კი უკრაინისთან მიმართებით მას რუსეთზე მაქვს საუბარი მოუწევს რიგი დათქმობების წასვლა, პოლიტიკური აღიარება მთავრობის და საბოლოო ჯამში იმაზე ესე თქვა დასკვნა და დათმობა, რომ ამ უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდებიან საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები, რომლებიც გარანტორები გახდებიან ამ ტერიტორიულ მთლიანობის. ამიტომაც, როდესაც საუბარი გვაქვს კონფლიქტზე, ამ კონფლიქტში რუსეთისათვის ნოვოროსიის პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა გულისხმობს ასევე ოდესის, ნიკოლაევისა და შესაძლებელი არის უშუალოდ ხარკოვის დაკავებასაც კი, პრაქტიკულად ეს არის პროგრამა მინიმუმ. და ნებისმიერი სხვა ვერსია, რომელზეც საუბარი აქვს, ასე ვთქვათ, უკრაინას ან ნებისმიერი სხვა შეთანხმება, რომელიც შეიძლება იყოს მოფიქრებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ფიზიკურად გამორიცხავს ამის დადგომას და ამ დღის წესრიგის დადგომას. რუსეთს არავითარი პოლიტიკური ნება არ გააჩნია პოლიტიკური მოლაპარაკებების. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ლაპარაკი გვაქვს მოლაპარაკების იმგვარ დღის წესრიგზე, რომელსაც რუსეთი არ თავაზობს, ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ რუსეთი ან არ დათანხმდება მას, ან იმგვარად დათანხმდება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლი შეწყდეს დროებით და შემდეგ უკეთესი პოზიციებიდან განახლდეს ცეცხლი. მოიკრიბოს. დიახ, ანუ უბრალოდ ლოგიკას მინდა გავყვეთ რა. უკრაინელებმა ახლა ააგეს ძალიან კარგი, ახლებური, უწყვეტი ფორტიფიკაციები რეალად დნიპროპეტროვსკის ოლქში, ერთის მხრივ, ზაპორიჟიეს დიდ ნაწილში და ამასთანავე დონეცკის იმ ოლქში, რომელიც მათ კონტროლქვეშაა კვლავ დარჩენილი. ეს არის დიდი ციხესიმაგრე, გაუვალი ციხესიმაგრეა რეალურად. რუსეთისათვის ახლა რეალურად ამ ტერიტორიების გავლა სჭირდება ალბათ 100,000 ადამიანის მსხვერპლი. კი, რა თქმა უნდა, რუსეთის მთელი უპირატესობა ის არის, რომ რუსეთი ამისთვის მზად არის. მზად რა, პოლიტიკური ნება ყოველ შემთხვევაში გააჩნია, თორე მზად არის თუ არა, ის მალე გამოჩნდება.
და საინტერესო არის ის, რომ თუ კი ცეცხლი ბჭყალებში შეწყდა და მართლაც იმაზე გვაქვს საუბარი, რომ უკრაინამ ტერიტორიები არ დათმო, ნიშნავს, რომ რუსეთი ამის სარგებლობას ვერ მიიღებს. ამიტომაც რუსეთი მხოლოდ იმგვარ დათმობასთან ხდება, რომელიც გულისხმობს აი ამ ფორტიფიკაციების მის კონტროლქვეშ აღმოჩენას და შემდეგ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შედეგად იმგვარად იქნება შეთანხმება მისეული ვერსია თუ ოდესმე ამუშავდა, რომ უკრაინას გარანტიები, რეალური გარანტიები არ კონდეს. სწორედ ამიტომაც რომ მოცემული რეალობა, რომელზეც უკრაინელები თავაზობენ, უკრაინული ვერსია 20 პუნქტიანი შეთანხმების წეული ვერსია თავაზობს მას, ფიზიკურად არ იმუშავებს რუსეთისათვის და პოლიტიკურად წამგებიანი იქნება მისთვის. ამიტომ ის ამას არ დათანხმდება და პრინციპში ხედავთ კიდე ჩვენ ხო ეხა ეს ძალის გამოყენების რიგიმი ესე თქვა გახშირებული მეთოდები და ეს ორეშნიკის გაშვება და ასე შემდეგ ეს ხო ორეშნიკს ხო არ შეუცვლია რეალურად პოლიტიკური მიუხედავად იმისა რომ ძალიან ძვირი დაუჯდა რუსეთს ხო ორეშნიკის გაშვება ეფექტი არ იყო ისეთი რაც მან დაგეგმა სოფლიოში ალბათ პრაქტიკულად ამერიკა არის თადის სისტემა, რომელსაც ორეშნიკის შესაძლოა განეიტრალება შეეძლოს. ისიც მხოლოდ შესაძლო არის, მაგრამ ორეშნიკი რუსეთს აქვს ცოტა. ეს რატო გაუშვა? თან რა ვიცი არის განსაკუთრებული სამიზნე მასთან ქონია, ხო ეს ხო გაზის საცავების და საბადოების დამიზნება ლვივის ოლქში. ამის უკან ხო პოლიტიკური განაცხადი რომ ის არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას და ის სერიოზულად უყურებს ამ პროცესებს და ამ მოლაპარაკებებს. თორე რეალურად თუ ჩვენ შევხედავთ ამ ყველაფერს, პუტინს აქვს ერთი სერიოზული, ესე თქვა, გაცხადებული პრობლემა, ეს ყველა მიცით რომ ეს პრობლემა აქვს. რუსეთი რო ხანგრძლივი ომში არ იყოს ჩაბმული, აღარ იყოს ჩაბმული, მას ეს 100,000 ფსიქოლოგიურად შერყეული სამხედროს უკან მიიღება, ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფილი რუსეთისათვის ადვილი ამბავი არ იქნება. სწორედ ამიტომაც მან იცის რომ როგორც იმპერიული სახელმწიფოები აკეთებენ ხოლმე, რომ ომის გაგრძელება მისთვის შეიძლება უმალ უფრო შედეგიანი იყოს და უმალ უფრო პოლიტიკურად რო გადავთარგმნოთ უფრო სასარგებლო, ვიდრე ომის ცეცხლის შეწყვეტა ხანგრძლივი დროით. ეს ხო რუსული სამხედრო ეკონომიკა ხო იმაზე აგებული რომ ის მუშაობს ამაზე ეკონომიკურად ის ჭანჭგები ისე არის მორგებული რომ მუშაობს წარმატებით იმდენად რამდენადაც რუსეთი ომშია, თორე ცეცხლიო შეწყდეს და ეკონომიკა რომ გადაეწყოს კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და რელსებზე, ეს ეკონომიკაში არაფერი აღარ დარჩება. დიახ, და ახლა იმითაც არის ცოცხალი, რომ ხო, სამხედრო ძალას ქვეყანა ცხოვრობს ომით. და მაინც ამ ვითარებაში მაშინ საერთოდ რა პერსპექტივა აქვს ამ მოლაპარაკებებს, თუნდაც მაიამის შეხვედრას და თუნდაც ტრამპის ახალ ინიციატივას, რომ მშვიდობის საბჭო შეიქმნას, რომელშიც შევა ნატო და შევა რუსეთი, დაახლოებით იგივენაირი მოდელია, რაც ღაზას შემთხვევაში, უბრალოდ იქ ჩართულები არიან ფინანსური ინსტიტუტები, მსოფლიო ბანკი და ჩვენ ნახეთ ღაზას შემთხვევაში, რომ მომლაპარაკებელთა ჯგუფში იქ არის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი მაგალითად. ეს არის პოლიტიკური პინგ-პონგი, ძალიან ჩვეულებრივი მომენტია, რომ დაბრალდეს მოწინააღმდეგე მხარეს შეთანხმების არ მიღწევა და ჩაშლა. რუსეთი ცდილობს, რომ სწორედაც უკრაინას დაბრალდეს ამ ყველაფრის ჩაშლა და უკრაინის ბრალი იყოს. ეს სხვადასხვა ძალიან სამწუხაროა, რომ დონალდ ტრამპი ყოველი ზარის შემდეგ პუტინთან ნახორციელებული ზარის შემდეგ გამოდის მონუსხული და გასაგები მიზეზების გამო პუტინი ახლა ბევრად უფრო გამოსტილი პოლიტიკოსია და ბევრად უფრო მეტად მუშაობს ამ მიმართულებით, ანუ ფსიქოლოგიურ პოლიტიკურ მიმართულებით, ვიდრე დონალდ ტრამპი ახლა ამაში ახალს არაფერს არ ვამბობ. პუტინი ამაზე იყო ორიენტირებული ჯერ კიდევ დრეზდენში. კომუნიკაციები ებარა მას აქედან გამომდინარე ეს მისი პოლიტიკური კარიერის მთავარი ნიშა არის. მაგრამ საინტერესო არის ის, რომ ეს მისი მცდელობა არის, რომ თავად ზელენსკის დაბრალდეს ეს ყველაფერი და შემდეგ ამერიკამ თქვას, რომ აი მე ყველაფერი ვიცადე და საბოლოო ჯამში ომის დასრულების სურვილი არ აქვს უკრაინას. მაგრამ მეორეც არის აქ. ჩვენ ნახეთ, რომ ჰამასთან მიღწეული, ჰამას და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმება ძალიან მყიფია და არ მუშაობს. რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ ეს ძალიან მყიფია, ცეცხლი პერიოდულად ნახდება და ის მშვიდობა, რომელიც ახლა ღაზაში, ამას მშვიდობა არ ეწოდება რეალურად რა. აქედან გამომდინარე, ეს ამგვარი მშვიდობა თუ იქნება უკრაინაშიც, ეს რუსეთის მხრიდან კარგად არის დანახული, რომ ეს იქნება მინსკი 1. ეს შევახსენებ მინსკი 1-ის შეთანხმებაში რა მოხდა, ხო? მსმენელს, იმიტომ რომ მინსკი 2 იყო, რომელმაც ვითომ შეწყვიტა არ ქვია უფრო ინტენსიობა დააგდო ცეცხლის რეალ უკრაინაში, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი 2014 წელს, მაგრამ არ იმუშავა, მე მინსკი 2-მა. ხოლო მინსკი 1-ის დროს საერთოდ არაფერი ყოფილა. მინსკი 1-ის დროს ვითომ ცეცხლმა შეწყვეტილი იყო, მაგრამ არ შეწყდა ცეცხლი და გადაიზარდა უფრო მასშტაბურ ომში. სწორედ ამ რეალობაში შეიძლება ვადენებდეთ თვალს ახლა ჩვენ, რომ რუსეთის მცდელობა გახდეთ საბოლოო ჯამში ან შეთანხმების ჩაშლა, ძალიან ესე ვთქვათ, მანამ საერთოდ შეთანხმებამდე მივა საერთოდ საქმე და ურთიერთობა და დაბრალდეს უკრაინას
ან იმგვარი შეთანხმება, რომელიც უკრაინას უფრო სუსტ და მოწყვლად მდგომარეობაში აღმოაჩენს მოკლე ვადაში და მოკლე ვადაშივე განახლდეს საბოლოო ჯამში ცეცხლის სრულმასშტაბიანი, რაც უკრაინამ ძალიან კარგად უწყის, უკრაინამ და ევროპამაც სხვათა შორის ძალიან კარგად იცის და სწორედ ევროპაც ამიტომ ძალიან ფრთხილობს და ეს არ არის მონოსხული, რომ ხო, მოდი რაღაცა მშვიდობაზე ლაპარაკობს პუტინი, რომელმაც იცის ლაპარაკი, მაგრამ რეალურად არაფერი მას არ და ბოლოს ვიდრე დავასრულებთ, ცოტა დრო გრჩება, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ თქვენი მოსაზრება, რაც ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში. ნახეთ, რომ სამხედრო კონცენტრაციას ინტენსიურად ახორციელებს დონალდ ტრამპის შეერთებული შტატები. რას შეიძლება ეს მოასწავებდეს? მე ისე რომ პროგნოზი უმადური საქმეა, განსაკუთრებით როცა საქმე ირანს ეხება, მაგრამ მაინც ჯერჯერობით რაც შეიძლება ვთქვათ, დონალდ ტრამპი იმეორებს ობამას დროინდელ შეცდომას. ობამა 2012-13 წლებში გაავლო წითელი ხაზი სირიაში და თქვა, რომ თუ კი დაარღვევდა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება ამ ესე თქვა წითელ ხაზს და გამოიყენებდა ქიმიური იარაღს, ის უპასუხებდა სირიის ხელისუფლებას, მაგრამ ეგრე არ გააკეთა. რასაც მოყვა შემდგომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ჩარევა სირიის სამოქალაქო ომში, ბაშარ ალ-ასადის მიერ კიდევ 10,000 ადამიანის პლობა და ასე შემდეგ. და ჯერჯერობით დონალდ ტრამპი ამ წითელ ხაზს, რომელიც მანვე გაავლო ორჯერ სხვათა შორის და დაპირდა კიდეც ირანელ ხალხს, რომ დახმარება გზაში იყო, ეს დახმარება არ მოვიდა. უშუალო განცხადება დონალდ ტრამპის მხრიდან აიათოლას რეჟიმთან მიმართებით იყო წარმოუდგენელი, მაგრამ რა განცხადება გააკეთა? შეგახსენებთ, რომ მან მადლობა გადაუხადა აიათოლას რეჟიმს, იმიტომ რომ თურმე 800 ადამიანი არ ჩამოახჩო. არა და აიათოლას რეჟიმი ის რეჟიმია, რომელმაც რამდენჯერმე შეპირდა, რომ თითქოს მორალის პოლიციას გაუქმებდა, თითქოს ხალხის მასობრივ გამოხშირვას გაუქმებდა, მაგრამ ეგრე არ გააკეთა. ცნობილი ამბავია, რომ აიათოლას რეჟიმს ესმის მხოლოდ და მხოლოდ პეკინის ხელის ენა და შეგახსენებთ, რომ ტყუილა არ ქვია ირანის რეჟიმს თაღლითური რეჟიმი. ეს ტერმინი მე არ მომიგონია, ეს ტერმინი 35 წლის წინ შეერქვა, ისლამური რევოლუციიდან 10 წელიწადში შეერქვა, კარგად გამოჩნდა, როდესაც ის ისლამური რეჟიმი ყოველ გაცემულ დაპირებას არღვევდა და სხვათა შორის საკუთარ მოკავშირეებს ჩამოახჭობდა ხოლმე და ცნობილი ამბავია, რომ ისინი ამ წეკრანებზე ახჭობენ ხოლმე ამ წრებს. ახლა თითქოს რაღაცების გადადება, აგერ მოსახლეობის თითქოს არ დახოცვა 12,000-მდე ადამიანის ყოლობა ედება რეალურ მასშტაბად როგორც მინიმუმ. ახლა აიათოლას რეჟიმზე გვაქვს საუბარი. ეს მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა წითელი ხაზი გაავლო და ხალხს მოუწოდა დაეკავებინა სამთავრობო შენობები. ეს დააზიანებს ამერიკის რეპუტაციას. თუ ახლა ამერიკამ რაიმე პასუხი არ გასცა, თუნდაც სიმბოლური, თუნდაც ეკონომიკურ ობიექტებზე დათქმით. ეს ამერიკის მთელს ამ ბაქიბუქობასა და ამ ესე ვთქვათ პოლიტიკურ რეპუტაციას ისე დაარღვევს, რომ მისდამი ნდობა მოკავშირეებში შემცირდება, იმიტომ რომ ის ხალხი რეალურად გამოვიდა იმის იმედად, რომ ამერიკა მას გვერდით დაუდგებოდა და ეს პატარა საკითხი არ არის. ამერიკა წლების განმავლობაში პოზიციონირებდა როგორც ერთგვარად არა მარტო მსოფლიო პოლიციელი, არამედ როგორც ამ დემოკრატიისა და მშვიდობის გარანტი და თუ ეს ყველაფერი არ გახორციელდა, ეს დამიჯერეთ სხვა ავტოკრატიული რეჟიმებისათვის იქნება იმის სიგნალი, რომ შენ შეგიძლია ესრულო საკუთარ ხალხს და არც გარედან და არჩიდან არა. დიახ, დიდი მადლობა. გეთანხმებით, რომ რეაგირება ამ შემთხვევაში იყო გადამწყვეტი და მინიმუმ დაპირება მაინც არ უნდა ყოფილიყო, რომ სიტუაციური მორალით არ ხელმძღვანელობდეს მსოფლიო, მე ასე არ დაერქვეს ამ ამბავს და რაც თავარია წარმახალისებელი არ აღმოჩნდეს ეს ყველაფერი სხვა რეჟიმებისთვის. ნახოთ, როგორ განვითარდება რეგიონში მოვლენები, რა შესაძლებლობები აქვს შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს და რას მოიმოქმედებს თავად აიათოლა ალი ხამენეი, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს მივადევნებთ ამ პროცესებს. გეოპოლიტიკის დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მე ამ გადაცემის ბოლოსაც მინდა მიმართო პოლიტპატიმრებს ჩვენს ქვეყანაში, მათ სულ მალე თავისუფლება უსურვო და ღირსეული ცხოვრება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. დიდი მადლობა რომ გიყურეთ, კარგად ბრძანდებოდეთ. გადაცემა დასრულებულია. ჩვენს ეთერს კი სულ მალე ლუკა ხაჩიძე და ახალი ამბები გააგრძელებს. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარი